გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ამჯერად მინდა რომ ვისაუბრო სულიერებაზე და ფსევდოსულიერებაზე. ანუ რა არის სულიერება და რა არის ფსევდოსულიერება. ანუ სულიერება არის ის, რაც არის, როგორ თქვა უკვე, გასულიერებული, ის რაც არის უკვე ჩვენი არსის ნაწილი. ფსევდოსულიერება კიდევ არის, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ნატიფმატერიალური, შეიძლება ასე ითქვას, წარმოდგენა. წარმოდგენა, კარგი სიტყვაა. არ ვიტყვი ილუზიას. იმიტომ რომ არ მინდა ვინმეს ვაწყენინო. ალბათ წარმოდგენა უფრო უკეთესი სიტყვაა. კი ბატონო, დაექონდეს ლამაზი წარმოდგენა, დაექონდეს უკეთესი წარმოდგენა და ჩვენი წარმოდგენები მიმართული იყოს რაღაც კარგისკენ, რაღაც ლამაზისკენ, რაღაც უკეთესისკენ, მაგრამ სულიერება ეს არის უკვე ის, რაც ადამიანმა, როგორ თქვა, გამოიმუშავა, ეს საინტერესოა. სულიერება არის ის, რაც უკვე არის მისი არსის ნაწილი. სულიერება უკვე არის ქმნილების ნაწილი. და სულიერებასა და წარმოდგენას შორის არის განსხვავება. თუ კარგად დავაკვირდებით, ჩვენ დავინახავთ, რომ ზოგადად რაც ირგვლივ არის მოცემულობაში, ჩვენ ძირითადად საქმე გვაქვს როგორც წესი წარმოდგენებთან, მაგრამ კიდევ უფრო კარგად თუ დავაკვირდებით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ სულიერება არის უკვე ის რაღაც, სულიერება არის უკვე ამ ყველაფრის სრულ ქმნილება. სულიერება არის, როდესაც ეს ყველაფერი ხდება ჩვენი არსის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი არსის ნაწილი, განუყოფელი არა, ჩვენი არსის ნაწილი. საინტერესოა, წარმოდგენა და სულიერება. და მოდით დავაკვირდეთ, რა განსხვავებაა სულიერებასა და წარმოდგენას შორის. წარმოდგენა არის ის, რასაც ჩვენ ირგვლივ ვაწყდებით და ყველას გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, დიახ, ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული წარმოდგენა, მაგრამ მერე არის, როდესაც ეს წარმოდგენა ამა თუ იმ რაღაცასთან მოვა ურთიერთქმედებაში, ჩვენ ვხედავთ თუ რამდენად სულიერია ეს ყველაფერი. საინტერესოა. და შეიძლება ასეც ითქვას, ხო? ანუ ვისში უფრო მეტად არის გასულიერებული? ასეც არის გარკვეულწილად. ზოგადად თუ გადავხედავთ ტიპიურ ცხოვრებას და ტიპიური არსების ყოფას დედამიწაზე, მას გააჩნია წარმოდგენა, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, სულიერება შედარებით ისეა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ გავსულიერდეთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვქონდეს წარმოდგენა. პირიქით, ჩვენი მიზანია იდეაში ის, რომ ეს წარმოდგენა გავხადოთ და ვაქციოთ სულიერად. და სანამ ის წარმოდგენა დარჩება წარმოდგენად, როგორ თქვა რა, ყველანი თავადაც მიხვდებით. ამა თუ იმ წარმოდგენას ჩვენ ვხედავთ ასევე ამა თუ იმ ადამიანში, ამა თუ იმ ქმნილებაში, ჩვენ სოციუმში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი აგებულია და დამყარებულია მთელ რიგ წარმოდგენებზე, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის გასულიერებული და ამას ჩვენ გამუდმებით ვაწყდებით. და მე თუ მკითხავთ, იშვიათობაა ის, რომ გასულიერებულს შეხვდე. და ამ ყველაფრის ცნობა და ამოცნობა შესაძლებელია, რა არის წარმოდგენა და რა არის, ასე ვთქვათ, გასულიერებული. ვინაიდან და რადგანაც გასულიერებული უკვე არის შენი არსის ნაწილი. წარმოდგენა კი, როგორც ჩანს, რაღაცეებიდან არის გამომდინარე. და თუ იცვლება ის რაღაცეები, იცვლება წარმოდგენაც, ხოლო რაც არის გასულიერებული, ეს არის შენი არსის ნაწილი და ეს უკვე თავად ჩვენგან გამომდინარეობს. შესაბამისად, ვიქონიოთ წარმოდგენები და ვეცადოთ მათ გასულიერებას. ერთ სიტყვით, გასულიერებული წარმოდგენა. წარმატებები. ღმერთმა დაგულოცოს და გაგვაძლიეროს. მოგვანიჭოს მისიონების შესატყვისად ცხოვრების შესაძლებლობის გაუმჯობესება.